დევნილებისათვის ახალი ბინების გადანაწილების პროცესი მომავალ თვეში დაიწყება. თბილისში GTS ქუჩაზე მშენებარე კორპუსი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვისაა განკუთვნილი, ტოლდელთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ დაათვალიერა. შენობის რეკონსტრუქცია დაჩქარებული წესით 2 კვირა მიმდინარეობს და მას დასრულებული სახე სექტემბრის ბოლოს ექნება. დავით დარახველიძის განცხადებით, ბინას 58 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან 22 ბინა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით გადანაწილდება. 26 კი 2 წლის წინ ვაკეში დანგრეულ შენობაში მცხოვრები იმ მოსახლეობას გადაეცემა, რომელიც სამინისტრომ ქირით გაიყვანა. აქ გათვალისწინებულია 48 საცხოვრებელი ბინა, აქედან 26 გადაეცემათ ვაკეში 2 წლის წინ ჭავჭავაძის 34 ნომერში დანგრეული შენობის მაცხოვრებელს, რომლებთაც დღემდე სამინისტრო უხდის ბინის ქირას, ხოლო დანარჩენი 22 ბინა განაწილდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებთაც სამინისტრო ზოგადად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს.